დღეს უნდა ვისაუბროთ ერთ საინტერესო მუსიკოსზე, ჩემი თაობის, რომლის მუსიკალური ბიოგრაფია ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა. ეს არის ავთანდილ მამაცაშვილი. ვიდრე ავთანდილ მამაცაშვილამდე მოვალ, მე მინდა ცოტა ადრე დავიწყო მისი ოჯახი, ესე იგი საიდან მოდის ავთო და ასე ვთქვათ, რა გზა გაიარა. ავთანდილ მამაცაშვილის მამა, ნიკოლოზ მამაცაშვილი, იყო ჯერ კიდე რევოლუციამდელი ინტელიგენციის ოჯახის წარმომადგენელი. ის დაიბადა 1894 წელს და როგორც წესი იყო თბილისში, რა თქმა უნდა, თბილისში და მიაბარეს სასულიერო სემინარიაში. სხვათა შორის, როგორც თვითონ იხსენებდა ჩანაწერებში, მას გალოფას ასწავლიდა სემინარიაში ნიკო სულხანიშვილი. მის თელ ცხოვრებას გამოყვა ძალიან დიდ შთაბეჭდილებად. სემინარიაში აგრეთვე ასწავლიდნენ თურმე, მე არ ვიცოდი, ვიოლინოზე დაკვრას. ვიოლინოზედაც უკრავდა და რომ დაამთავრა ნიკოლოზ მამაცაშვილმა, ესე იგი დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ლოტბარად გუნდებში. ერთ-ერთი პირველი გუნდი, ახალგაზრდული გუნდი, ესე იგი მას შეუკრებია 80 ახალგაზრდა, რომლის ლოტბარიც იყო თვითონ. მერე იმის შემდეგ ის მუშაობდა მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგად. ერთი პერიოდი მუშაობდა მუსიკალური კომედიის თეატრში, მუსიკალურ ხელმძღვანელად და ბოლო წლები ესე იგი ის მუშაობდა რუსთაველის თეატრის მუსიკალურ ხელმძღვანელად. ეს უკვე მე მახსოვს ეს პერიოდი ასე მისი ცხოვრების და ამ ოჯახმა, ესე იგი თუ არ ჩავთვლით თვითონ ნიკოლოზს, კიდევ 3 მუსიკოსი აჩუქა საქართველოს. მე მოვყვები, ესე იგი ამ ოჯახში უფროსი იყო ჯულია მამაცაშვილი. ჯულია მამაცაშვილმა დაამთავრა წარმატებით თბილისის კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება და მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრება ისე გაატარა ნიჭიერთა 10 წლებში. საგუნდო სადირიჟორო კათედრაზე კონცერტმეისტერად. საინტერესო რომ მას სთავაზობდნენ, რომ კონსერვატორიაში გადასულიყო, მაგრამ არ ინდომა და თქვა, რომ მე 10 წლებშიო მხელა ისე მიყვარს 10 წლებიო ნიჭიერთა 10 წლებზე ალაპარაკი, რომ მე ამას ვერ დავტოვებო და ბოლომდე მე ძალიან კარგად მახსოვს ხახანაშვილის კლასში კონცერტმეისტერად. ფაქტიურად ჩემი დირიჟორობა პირველად მის დაკრულზე დავიწყე, თუ შეიძლება ითქვას, ჯულიეტა მამაცაშვილი. როგორც ჩვენ ვეძახდით, ჯულია. მეორე შვილი იყო ვენერა მამაცაშვილი. ეს იყო მევიოლინე, რომელმაც კონსერვატორია დაამთავრა ვიოლინოს განხრით და ის მთელი თავისი ცხოვრება მუშაობდა რადიო და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრში, ვიოლინოების ჯგუფში. და მესამე შვილი არის ჩვენი ავთანდილ მამაცაშვილი, ჩემი თაობის, ესე იგი მუსიკოსი, რომელთანაც ფაქტიურად ჩვენ 10 წლებში ერთად და კონსერვატორიაში ერთად გავატარეთ ეს 10 წლედისა და სტუდენტობის წლები. ახლა ავთანდილზე ცოტა ვსვლათ უნდა მოვყვე. ავთანდილი პატარა ავთო, როგორც ჩვენ ვიზახით, შეუვანიათ 10 წლებში ვიოლინოს კლასში. და მისი პედაგოგი იყო, ესე იგი პოღოსოვი იყო ასეთი. მე მგონი ნიკოლოზ პოღოსოვი იყო, კოკას ეძახდნენ, ძალიან კარგი პედაგოგი, მაგრამ რომ წამოიზარდა, ესე იგი გენეტიკურად მიდრეკილება გამოიჩინა გუნდის მიმართ და პარალელურად დაიწყო 10 წლებში საგუნდო სადირიჟოროზე. ის ჩემზე პატარაა 1 წლით და ჩემზე უკან იყო ერთი კლასით უკან იყო, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ერთად ვიყავით გუნდში, ერთად ვმღეროდით ასე და რა თქმა უნდა მე ვიოლინოს ნელ-ნელა დაანება თავი
და დირიჟორობამ გაიტაცა და ჩააბარა საგუნდო სადირიჟორო განყოფილებაზე. რო დაამთავრა საგუნდო სადირიჟორო, ამ დროს უკვე თბილისის კონსერვატორიაში გაიხსნა სიმფონიური სადირიჟორო ესე განყოფილება, სადაც ოდისეი დიმიტრიადი მოიწვიეს და ჩააბარა სიმფონიურ დირიჟორობაზე. ავთო ნიჭიერი კაცია ძალიან და საერთოდ ძალიან კარგი დირიჟორი გამოვიდა მისგან. თორეთან გარდა იმისა, რომ ნიჭიერია, მას უყვარს ეს საქმე და თავგადადებული არის ამ საქმისათვის. ესე იგი, მან წარმატებით დაამთავრა კონსერვატორია და აი შემდეგ დაიწყო მისი საინტერესო ბიოგრაფია ძალიან. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დირიჟორად და საკმაოდ ბევრი სპექტაკლი მიყავდა. შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა კიევის ოპერის თეატრში და პოლონეთში. ლოძის საოპერო თეატრში რამდენიმე წელი. ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან არის შემოქმედებითი ცხოვრებიდან, აი კონსერვატორიაში მოღვაწეობა. 80-იანი წლების ბოლოს მიიწვიეს კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად სტუდენტების და მან ძალიან კარგად იმუშავა, ძალიან კარგი ორკესტრი შექმნა, აქტიურად მონაწილეობდა კონცერტებში. აი რო დაამთავრეს და მე ახალი ნაკადი მოვიდა, ამან გააფართოვა ის ძველები დატოვა და მოკლედ შეიქმნა თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ავთანდილ მამაცაშვილი. საინტერესო ეპიზოდი უნდა გავიხსენო. 1989 წელს ამერიკიდან ჩამოვიდა, იყო ასეთი მუსიკოსი უოლტერ ნოვიკი. ეს იყო პიანისტი პროფესიით და ვოკალისტი, რომელსაც კარგი განათლება ჰქონდა მიღებული ჯულიარდის მუსიკალურ აკადემიაში, ხო, მაგრამ ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, იმიტომ რომ მე რო დაამთავრა ეს, წავიდა იაპონიაში, შეისწავლა ბუდიზმი. მე მგონი 15-16 წელი ცხოვრობდა იაპონიაში, ჩამოვიდა ამერიკაში, ესე იგი და გააგრძელა აი ამ ბუდიზმის, ასე ვთქვათ, სწავლება ამერიკაში და თან მუსიკას ასწავლიდა. შთამომავლობით მიიღო ძალიან დიდი ტერიტორია ფერმის სახით. ისინი მშობლები იყვნენ რუსულ პოლონური ემიგრანტები, რომლებიც ამერიკაში ჩავიდნენ, მაგრამ თვითონ ეს უოლტერ ნოვიკი ამერიკაში დაიბადა 1926 წელს. და აი ბოლო წლებში, უпроსორად 80-იანი წლებიდან მან დაიწყო ასეთი მოღვაწეობა, შექმნა ოპერის მოყვარულთა საზოგადოება, შეძლებული იყო მატერიალურად და იწვევდა მუსიკოსებს და დგავდა სპექტაკლებს, იწვევდა სოლისტებს, გუნდს, ორკესტრს და აი 89 წელს ჩამოვიდა თბილისში. ოპერაში აბესალომ და ეთერი მოусმენია. ძალიან მოეწონა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გემოვნებიანი მუსიკოსი იყო და აი უთხრა რომ კონსერვატორიაში მიმიყვანეთო, გაიგო რომ ორკესტრი იყო და მომასმენიეთო და აი თემურ გუგუშვილმა მიიყვანა კონსერვატორიაში და მიიყვანა გაკვეთილზე ავთო მამაცაშვილის ორკესტრის რეპეტიციაზე. მოისმინა რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი დარჩა. მე შესთავაზა ავთოს, რომ მოდიო აბესალომ და ეთერიო დავდგათო, თქვენ გადაგიხდით მეო, ესე იგი გუნდი და სოლისტები ჩემი იქნებიანო, ანუ მოწვეულები სხვადასხვა ქვეყნიდან გავაკეთოთო აბესალომ და ეთერი ის, ანუ რა თქმა უნდა ავთო ამაზე კარგ წინადადებას როგორ მოისმენდა, სიამოვნებით დათანხმდა, დაიწყეს ავთომ აქ აბესალომ და ეთერის სწავლა ორკესტრთან, იმანიქ შეკრიბა გუნდი და სხვათა შორის ქართულ ენაზე ასწავლა გუნდსაც და სოლისტებსაც. სოლისტები იყვნენ როგორც ამერიკელები, ახალგაზრდები, ასევე იაპონიიდანაც მოუწვევია, იმიტომ რომ იაპონიას და
მას კავშირები ჰქონდა ასე ვთქვათ კულტურული და მოკლედ 1991 წლის ზაფხულში ის თავისი გუნდით და სოლისტებით ჩამოვიდა ლენინგრადში, წავიდა თავისი ორკესტრით ლენინგრადში, აი საკონცერტო შესრულებით ლენინგრადში აჩვენეს აბესალომ და ეთერი ქართულ ენაზე. ნუ რა თქმა უნდა გამოხმაურება ძალიან დიდი იყო და აი ამ თუ შეიძლება ცხელგულზე ამ კონცერტის შემდეგ ამერიკაში წაიყვანა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თავისი ხარჯით. მე მგონი ბოსტონში დაიქირავა მან საკონცერტო დარბაზი, აი ეს აბესალომ და ეთერი ქართული ორკესტრის და უცხოური გუნდის და სოლისტების შესრულებით ქართულ ენაზე ხაზგასმით ვამბობ, ეს იგი აჩვენეს ძალიან დიდი წარმატებით. ნუ მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ მუსიკაში და ადრე ვთქვი, რომ საოპერო თეატრებში მოღვაწეობდა, მაგრამ აი ეს თვითონ ეს ფაქტი არის ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს არის მისი წვერვალი თუ შეიძლება ითქვას შემოქმედების, იმიტომ რომ ქართული ამერიკაში ქართული ოპერა, ესე იგი ქართულ ენაზე უცხოელების შესრულებით აჩვენა. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ავთანდილი დღესაც აგრძელებს წარმატებით მოღვაწეობას, მაგრამ იცი რა უნდა აღნიშნო და არ შემიძლია რა ვთქვა გულის ტკივილით, რომ ავთანდილი ის პიროვნება, რომელიც გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს ქართული მუსიკალური საზოგადოებისაგან და მე პირდაპირ მიგვირს, რომ ეს ემერიტუსიც კი არ არის რა. ამდენი იმუშავა კაცმა კონსერვატორიაში და ქართულ მუსიკაში, სხვათა შორის მე დამაჯდა მეთქო, რომ ის წარმატებით მოღვაწეობდა როგორც პედაგოგი ჩვენ საგუნდო სადირიჟორო კათედრაზე. ჩვენი კათედრიდან შემდეგ გადავიდა საოპერო კათედრაზე და ბოლო წლები ფაქტიურად იქ მოღვაწეობს საოპერო მომზადების კათედრაზე და აი ის ვერ გააკეთეს, რომ ამ კაცისთვის ემერიტუსობა მიეცათ, ემერიტუსის წოდება, რომ მას ქონოდა გარანტირებული ხელფასი პენსია. მაგრამ ის ძალიან ოპტიმისტი კაცია, სხვათა შორის აი ამ ასაკში ეხლაც კი ბათუმში მიდის იქ ორკესტრი, ყავს ახალგაზრდული ორკესტრი და წარმატებით მუშაობს. მე მას ვსურვებ, ესე იგი ჯანმრთელობას, წარმატებებს და მე მინდა დიდი მადლობა უთხრა მას აი ამ დიდი მოღვაწეობისთვის, რაც ქართულ მუსიკაში გასცია მან. მე ვფიქრობ, რომ ესეთ პიროვნებებს მეტი დაფასება ეკუთვნის ხელმძღვანელობისაგან.